მოგესალმებით, ეს არის პოდკასტის ყოველსიტყვა. მე ვარ მისი წამყვანი ბესიკმა შავა. ჩვენ მაუწყებლობთ ქალაქი ფოთიდან. ეს კი არის ჩემი YouTube არხი. გამოგვიწერეთ, დაგკომენტარეთ, ხოლო თუ კი მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, აუცილებლად დაგვიჭირეთ მხარი დონაციის შესახებ ინფორმაციას იხილავთ აღწერაში და რა თქმა უნდა, თქვენი გვერდით გომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განვითარდეთ. დღეს კი ჩემი სტუმარია თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტია ფედერალისტების თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მოგესალმებით, თამარ, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო, რა თქმა უნდა. მადლობა ჩემო კარგო, დიდი მადლობა, ყოველთვის მაინტერესებს ფოთის შესახებ საუბარი და გამიხარდა რომ ესეთ პოდკასტი არსებობს. დიახ, აი ჩვენ რეალურად რეგიონალური პოდკასტი ვართ, განსაკუთრებით ეს ფოთისთვის არის ძალიან აქტუალური და ვცდილობთ რომ ესე ვთქვათ აქტუალური და ადეკვატური საკითხები განვიხილოთ და ფოთისთვის ესეთი მნიშვნელოვანი თემაა დეცენტრალიზაციის თემა რა, ანუ ჩვენ არაერთი საუბარი მიუძღვენით ამას და მე ვფიქრობ რომ ეს იმდენად მრავალფეროვანი და იმდენად ყოვლისმომცველი თემაა, ძალიან ღრმა და სისტემური საუბარი ჭირდება იმისთვის რომ რეალურად ადამიანებმა გავიაზროთ, როცა ცენტრალიზაციასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა საშიშროება დგება ასეთ დროს. და ამიტომ ადამიანის სიცოცხლე ფასს კარგავს. დიახ. აი დეცენტრალიზაციის არსი როგორ გესმით თქვენ მისი მნიშვნელობა რა არის ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის? ყველაზე მოკლე და ფრთიანი ფრაზა, რაც ჩემთვის ძლიერ თვითმმართველობას და დეცენტრალიზაციას და მათ შორის ეროვნულ დამოუკიდებლობას გამოხატავს, არის ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ანუ აი ეს ლელდღუნიას ცნობილი სიტყვები, რომელიც ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომელიც ლელდღუნიას ათქმევინა, ჩემთვის ნიშნავს ყველა დონეზე, ადგილობრივ დონეზე, სამხარეო დონეზე, ეროვნულ დონეზე, რომ იმ ხალხს, ვინც აი ამ დონეზე პასუხისმგებელია, თავისი თავი თვითონ ეკუთვნოდეს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ, რა პროფესიასაც არ უნდა დავეუფლოთ და ასე შემდეგ. ადგილზე რა პრობლემაა და ეს პრობლემა ადგილზე მაცხოვრებელს როგორ ტკივა, ეს იცის საუკეთესოდ აი იმ ადგილზე მაცხოვრებელმა. შეიძლება ამ ადგილზე მაცხოვრებლებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად დაჭირდეს სპეციალისტის მოწვევა, ექიმთან გასაუბრება, იქ რაღაცა ინჟინრის ნახვა და რაღაც პროფესიებთან კავშირის დამყარება, იმიტომ რომ მას არ ყოფნის ცოდნა, რომ ეს პრობლემა თვითონ გადაიწყვიტოს, მაგრამ რა პრობლემაა, როგორ აწუხებს და ინტერესიც რომ ეს პრობლემა მოიგვაროს, ყველაზე ცხოველი აქვს იმ ადამიანს, ვისაც ეს პრობლემა ეხება. და აქედან უნდა ამოდიოდეს ქვეყანა. რეალურად რომ სუბსიდიარობის პრინციპიც ეს არის, რასაც ფედერალისტები და ეხლა ჩვენი სახელიდან გამომდინარე, თქვათ, გასაგებია რომ დეცენტრალიზაციის მომხრეები ვართ. აი აქედან როცა ამოდის, ანუ ადამიანის პირადი საჭიროებიდან და აქედან იწყებს ადამიანი უკვე ძალაუფლების მქონეზე, ძალაუფლების მანდატის მქონეზე პასუხის მოთხოვნას, ეგ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლის ხარისხი არის უკეთესი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავისი ინტერესების დასაცავად მეტად არის ჩართული პროცესში. ოღონდ ეხლა რატო არ ერთვება ვიტყვით, არ ერთვება, იმიტომ რომ არ არსებობს სისტემა, რომელიც ადგილზე ძალაუფალს ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებელს გახდის. რეალურად ჩვენ მოვდივართ საბჭოთა სისტემიდან, სადაც ადამიანები არაფერს არ განმასახიერებდით, ჩვენი არჩევანი არ არსებობდა, ყველაფერი წყდებოდა ზემოთ და ზემოდან ნაწილდებოდა და იგივე გამოყვა ჩვენს და ეხლა მორჩები ამ ნაწილს ზუსტად მალე საქართველოს რო დაუკვირდეთ და თბილისი ნახოთ, ხო, თბილისის მოსახლეობა რაც არის და მე გამოყვეთ დანარჩენი შემდეგი რამხელა განსხვავებით მოყვება 200,000-ია, ხო, თუ რაღაც ესე. ანუ რეალურად შენ გაქვს თავკომბალა სახელმწიფოები, განსხვავებით დემოკრატიული წარსულის და დემოკრატიული ტრადიციის მქონე ქვეყნებისგან, სადაც დიდი ქალაქები როგორ არ არსებობს, მაგრამ თანაზომადად არის გადანაწილებული, ბევრი ცენტრია იმ ქვეყნებში. ბევრ ადგილას გრძნობს ადამიანი თავს როგორც ცენტრში და ჩვენთან ეს არ ხდება, ხო? აი ფოთში რანაირად ცენტრზე პერიფერია ისე არ არის აღქმული, ხო? ხო და როგორ შეიძლება ეხლა ფოთიდან ადამიანი წარმატებას რო ნახავს, ბათუმში გადადიოდეს საცხოვრებლად ან თბილისში.
ფოთში საპორტო ქალაქია. რანაირად შეიძლება რომ ფოთში არ უნდებოდეს ახალგაზრდას დარჩენა და რანაირად შეიძლება რომ ხობის, სენაკის, თქვენ გარშემო პატარა ქალაქების მოსახლეობა ემიგრაციაში გარბოდეს და ფოთში არ მუშაობდეს. ფოთი არ იყოს მათი დასაქმების ცენტრი. აი, როგორ შეიძლება რომ ფოთში, შიგნით, მალთაყვაში თუ არ წახვალ, არ იყოს სასტუმრო, სადაც შეხვედრას გამართავ მხარდამჭერებთან. ან დარბაზი არ იყოს, სადაც ხარ. ეს ხო წარმოუდგენელი, ეს ხო სისტემური სიმახინჯის შედეგია. იმიტომ რომ რამხელა ფული ტრიალებს ფოთში. 50 მილიონი მარტო პოიმიდან შედის. რა ქვია, რამხელა ფული გენერირდება, ხო? ამხელა პორტია, ამხელა კერძო ინტერესები. ხო, იც იმიტომ, რომ არ არსებობს არანაირი ფისკალური დამოუკიდებლობა, რომ ფოთელი ხალხს თავისი თავი არ ეკუთვნის. აი, როგორ გესმით ფისკალური დამოუკიდებლობა, თქვენ როგორ გესმით აი ფისკალური დამოუკიდებლობა? ხო, ჩვენ შემთხვევაში ეს არის ფული. ცოტა იმითი რომ გავყვეთ თანმიმდევრულად რომ გავყვეთ ან ჩვენ მოვდივართ საბჭოთა წარსულიდან ხო სადაც საქართველოში რა უნდა მომხდარიყო მოსკოვში წყდებოდა ჩვენი მწვანილი სად უნდა გაყიდულიყო მოსკოვში წყდებოდა ხო აქ რა ხეხილი უნდა გაგვეშენებინა და ანუ მთლიანად უარყოფდა ადამიანის როლს ყველაფერს ვკარნახობდნენ ზემოდან და ამან ჩვენზე დაღი დაგვასვა ამან დაღი დაასვა ჩვენს ეკონომიკასაც ხო იმიტომ რომ ჩვენს რეგიონებს დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობა არ მიეცათ, ყველაფერი თბილისში წყდებოდა. აქედან გამომდინარე, ეხლა როდესაც ვსაუბრობთ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, გასაგებია რომ ბათუმი რამდენსაც გამოიმუშავებს, ფოთი რამდენსაც გამოიმუშავებს, იმდენ ჩოხატაურმა შეიძლება იმდენ ჩოხატაური ვერ გამოიმუშავებს და შეიძლება ჩოხატაურმა თავიდან ისიც ვერ გამოიმუშაოს, რაც მას მისი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ეყოფა და საჭირო გახდეს ტრანსფერები, საჭირო გახდეს გადანაწილება. ამის აუცილებლობას ფისკალური დამოუკიდებლობა რას ნიშნავს რომ შენ რასაც გამოიმუშავებ შენ ტერიტორიაზე იმ გადასახადებიდან რაც შეიძლება დიდი წილი შენ გრჩება და შენ განკარგავ იმას და შემდეგ ამ ერთეულებს შორის თვითმმართველ ერთეულებს შორის აი ეს კონკურენციასაც ქმნის ხო სადაც მეტი ფული კეთდება რომელიმე თვითმმართველ ერთეულში მეტი რჩება და ის მეტად აყვავებულია და შესაბამისად მეტი ხალხი აწყდება და დანარჩენებს სურვილი უჩნდებათ რომ იგივენაირად აიყვავონ თავიც, ხო? კონკურენცია გაუწიონ და ეს არის დიდი სტიმული. ეხლა ეს გვაქვს, ეხლა ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ნაწილი მათ უნდა დარჩეთ, ხო? ფისკალური დამოუკიდებლობის, მაგრამ ვიღაც სიტყვის ეხლა სადაც არაფერი კეთდება და არაფერია და ხალხი აღარ დარჩა და ემიგრაციაში გადაიხვეწა, იქ როგორ უნდა ირჩინოს თავი, ხო? გასაგებია, რომ ვერ ირჩენს და თავიდან ცენტრის გადანაწილება ამას დაჭირდება. მაგრამ ესეც უნდა იყოს ობიექტური ფორმულით, უცვლელი ფორმულით გაწერილი. ისე კი არ უნდა ხდებოდეს, რომ აი ეხა აი ოზურგეთმა კარგი ხმები მომიტანა და ყვარელმა ცუდი და ყვარელს დავსჯი წელს და ოზურგეთს მეც მივცემ, ხო? იმ სკოლას გავაკეთებ. არა, ეს უნდა იყოს ობიექტური ფორმულით განსაზღვრული, რომელიც არ იცვლება პარტიიდან პარტიამდე. მართველი ძალიდან მართულ ძალამდე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კომპლექსური ახლა ჩემთვის როგორც ვთქვათ პოლიტიკოსისთვის ხო რომ მკითხო ორი მთავარი რეფორმა რა იქნება მე გეტყოდით სასამართლო რეფორმას იმიტომ რომ ეს არის სასიცოცხლო მთავარი ეკონომიკური რეფორმაა სასამართლო რეფორმა ანუ იმისთვის რომ ბიზნესმა მოისუნთქოს და არ იყოს ამ აღებმიცემობაში მთავრობასთან და მთავრობის მორჩილებაში და შეშინებული რომ არ იქა რაღაც ინიციატივას თუ გამოიჩენს შეიძლება ბიზნესი დაიქცეს შენ გჭირდება თავისუფალი სასამართლო ანუ შენ ცენტრალიზებულია ანუ სახელმწიფოც ცენტრალიზებულია თავის მხრივ ხო ერთხელში ხო მან სასამართლოსთან დაკავშირებით ხო, სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს მან სასამართლოს სწორიც მგონია ცენტრალიზებული ამ შემთხვევაში. თუმცა ის რა ქვია, ბუნებრივია რომ როდესაც მართლმსაჯულების სისტემა სხვა ნაწილებში შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ეს თუ თქვათ პროკურატურა იქნება, იქ არის დეცენტრალიზებული. ეს თავისთავად აძლიერებს სასამართლოს ადგილზე. იმიტომ რომ პროცესი თუ იქ მიდის მუნიციპალური პოლიცია არსებობს, პროკურატურა ადგილზეა და შესაბამისად სასამართლოს პროცესი ადგილზე დუხს, ხო? მათ შემთხვევაში და თუ სასამართლოში მისვლას აზრი აქვს. აი ბესო სასამართლოში მისვლას რო აზრი ქონოდა, თევზის სუნი
რაც თქო ფოთელებს აი ასე აწუხებს, ხო? ამაზე ხო უკვე კომპენსაციები ექნებოდათ ნაშოვნი ამ ხალხს ცხოვრების ხარისხის გაფუჭებაზე, ხო? იმ სასამართლოსი რო ჯეროდეს. ჩვენ ვცადეთ გიგას კამპანიის მერე ხა ფოთი ცხობის ცენაკიც, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადგილებია. არა მარტო იმიტომ რომ ხა სამი თვე გავატარე, ხო? სამი თვე ბევრგან გამიტარებია. ხა მე პოლიტიკა ძალიან მიყვარს და ჩემთვის მან მუშაობა აღმოჩნდა პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ველზე გავედი და ძალიან თვალების გამღები ბევრ რამეში. აი მივხვდი პოლიტიკურ სისტემაში რა არის გატეხილი, პარტიულ სისტემაში რა არის გატეხილი. როცა ძალიან ბევრი ადამიანს მოусმინე, უბრალოდ მოусმინე ესე და მიყოლებით თან არ დამიწყია გარჩევა ჩვენიანია, ვისიანია, ქოცია, ის არის, ეს არის, ხო? არ შევსულა რამაში, უბრალოდ შევდიოდი სახლებში და ეხლა რა ვიცი დილობიანი ხალხი ამით უმეტეს მეგრელები და თავაზიანი და რომც არ ვეხატებოდე გულზე, სახლში მიღებდნენ და მელაპარაკებოდნენ თავის სათქმელს ვეუბნებოდნენ, ხო? და ამ ინფორმაციამ ძალიან დიდი ის დამიტოვა და რეალურად ჩვენ ხო იმისი პრობლემა გვაქვს, რომ აი ამ ადამიანებს რეალურად ძალა არ აქვთ. საბოლოო ჯამში ან სტატუს-კვოს უნდა წაყვე, ან კიდე შენ ყავს ცენტრის წარმომადგენელი, შენი წარმომადგენელიც არ ყავს ცენტრთან. შენთან არის ცენტრის წარმომადგენელი. შენ მოგმართავ, შენ გელაპარაკება ცენტრის წარმომადგენელი, შენი წარმომადგენელი არ ყავს. და ეს ყველაფერი არის საბჭოთა აი ეს ტოტალიტარული წარსულის გამოცდილება და რო დაუბრუნდე ისევ იმას, მთავარი რეფორმა, რასაც ხო? და აი ეს რო დაუბრუნდე იმას სასამართლოს თემას, ხო? ეს ფოთში ამოვარდა სულ ეს თევზის სუნი, სიმართლე გითხრა, ზაფხულში ვერ მივხვდი, რაზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ არ იდგა ეს სუნი. მე ესე უკვე გარჩევნების შემდეგ რო ჩამოვბრუნდი, ვიგრძენი და შოქში რო ჩავარდი, თავიდან მეთქი რაღაცა შემწვარი თევზის სუნად მეჩვენებოდა რა. მაშინ ვთქვი რომ მოდი აბა სასამართლოს მივმართოთ, ეგება გავაკეთოთ, რომ დავაორგანიზოთ, რავი, ერთი 20 ფოთელი, 30 ფოთელი, 50 ვიპოვოთ. ვისაც ეს აწუხებს, აი აქციებშიც ვინც იღებს მონაწილეობას და 50 საქმე შევიტანოთ აი ამ ბიზნესების წინააღმდეგ, ვინც ქალაქს ამ დღეში აგდებს სასამართლოში. თავიდან ყველა მოგვიწერა ხელი, მაგრამ უკვე სასამართლოში შეტანაზე რო შედგა, ყველა უკან დაიხია და ნახევარზე მეტი იძახდა, რომ რა აზრი აქვს. ანუ არც ჯეროდა იმ სასამართლოსი. აქედან გამომდინარე. ეს გასტაბუნებრივია, როცა არ გჯერა. ხო, არ ჯერათ, ამიტომ ვერც ეხლა რო არსებობდეს და ამის რწმენა რო კონდეს ხალხს, ხო? ეგ თევზის პრობლემა ხო გაცილებით მალე მოგვარდებოდა იმ აქსუნის, იმიტომ რომ ერთხელ იმხელა კომპენსაციას დაადებდა სასამართლო ბიზნესს, რომ ის ბიზნესი თავად დაიწყებდა ზრუნვას იმაზე. ანუ ვერც კი გარისკავდა ბიზნესი მაგას, იმიტომ რომ ეცოდინებოდა, რომ სასამართლო სხვისი ცხოვრების ხარისხის გაფუჭების გამო კომპენსაციას დააკისრებს. ანუ ეს სასამართლო და მეორე მნიშვნელოვანი რეფორმა არის თვითმმართველობის რეფორმა, რომ ადამიანებს ძალა ნება დაუბრუნო, რომ თავის ცხოვრებას თვითონ განკარგავდეს. ბუნებრივია ეს საგარეო პოლიტიკას ვერ განკარგავთ ფოთიდან, თქვენ საგარეო პოლიტიკა ცენტრალურ დონეზე უნდა გადაწყდეს. ბუნებრივია დარჩება საკითხები, სადაც ცენტრის ჩარევა იქნება. ეხლა მაგალითად ჩვენ გვაქვს რეგიონები, სადაც ბავშვების ქორწინება არ არის მიჩნეული ტრადიციულად კულტურიდან ამოვარდნილად, ხო? ეს არნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფოში ბავშვების ქორწინება უნდა დაუშვათ და აქაც ფედერალური მთავრობის ან ცენტრალური მთავრობის ჩარევა საჭირო იქნება, ბუნებრივია. და არსებობს იქ რაღაცა დაზვერვა იქნება, სადაზვერვო ორგანოები იქნება თუ სასამართლო, აქ ცენტრალიზებული ის არის, მაგრამ დანარჩენი ჩვენ ყველაფერი უნდა ჩავიტანოთ მაქსიმალურად იმ დონეზე, ვისაც ეს ეხება. მაქსიმალურად, იმიტომ რომ ეკონომიკური საქმიანობა, სამხარეო დონეზე უნდა ქალაქის კომუნიკაცია, ბიზნესთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ, ანუ ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკის განსაზღვრა პროგრამის შემუშავება და ასე შემდეგ. ყველაფერი ადგილზე. თვითმმართველობის კომპეტენცია უნდა იყოს. და კიდევ ერთი ფედერალისტების იდეა რაც არის, ხო? რომ ნებისმიერ ხა გარდა არსებული თვითმმართველი ქალაქებისა, რომლებიც უკვე არსებობს, თქვათ, ხო, ნებისმიერ ერთეულს 25 ან 30000 თვითგამორკვევის უფლება უნდა კონდეს თვითმმართველობად. იმიტომ რომ მაგალითად არის აი მომქონდა კიდეც ეს მაგალითი ქუთაისში რო ვიყავი მაგ ვიდეოში, იმიტომ რომ ქვიტერში ვიყავი ჩასული და ვნახე და გეგუთი და იქვე ფარცხანაყანები არის და კიდე რავი 1-2 სოფელი კიდე რომ შეამხანაგდეს 25000 გამოდის და მათ რო თვითმმართველი სტატუსი მიიღოთ, იქ ეკონომიკურად ცხოვრება იმდენად წინ არის წასული იმ სოფლებში. აი რომ შეიხედო ქალაქები გეგონება რა, ანუ ჩვეულებრივი, ბევრ რაიონულ ცენტრზე, ბევრ რაიონზე უფრო ესეთი მდვიღვარე ცხოვრება აქვთ, ხო?
ეხა იმათ თუ გაცილებით მეტი დარჩებოდათ იმ თავისი, ანუ ეკონომიკას მეტად ამუშავებენ. ვიღაცამს თქვათ იქ მეცხოველეობის ფერმები გააშენა, ვიღაცამ საერთოდ მიანება სოფლის მეურნეობას თავი და მანქანებით ვაჭრობა და ავტონაწილებით ვაჭრობა დაიწყო და ამითი შეაქვს დოვლათში. ამითი შეაქვს ესა რა ქვია, სახელმწიფო დოვლათში წვლილი რა. ავტონაწილების და ავტომანქანების პონტი იმუშავებდა, ხო? და მათ რაღაცნაირად წაახლისებს იქითკენ რომ ეს კოლორიტი კარგად განავითარო ხო სადღაც აბა რა და თავისი სადღაც ზღვარი სადღაც მთარი სადღაც ტბა არის და ასე შემდეგ ხო ამას არა აქვს დღეს სტიმულს მისცემს ანუ სისტემა გაქვს შენ ისეთი რომ ინიციატივას ახშობს ეს საბჭოთა იმიდან მოდის აი რომ ინიციატივა და ნაკაზუიმა ხო იყო ეს რომ ანუ პირადი ინიციატივა ისჯება ან მე თან ეს ბავშვობიდან მომყობა ეს ტრავმა ბებიაჩემი ეს იყო რა ქვია კარგად კერავდა ძალიან რა და ძალიან იჭერი ქალი იყო ხა ესე დღეს დაირქმეოდა რაღაცა კოსტიუმ დიზაინერი ერქმეოდა ალბათ დღეს და მაშინ თავის თავს მკერავს ეძახდა ხო და ანუ და ეს მახსოვს ეს ჩანახატებს როგორცაც აკეთებდა და ბევრი კლიენტი ყავდა ნუ კარგად იყო რა მოკლედ და რაღაცა ასაკში აღმოვაჩინე რომ კრიმინალია ბებიაჩემი იმიტომ რომ სახლში კერავს კერძო ბიზნესი აქვს და საბჭოთა კავშირში კერძო ბიზნესი ანუ პირადი კერძო ინიციატივა იკრძალებოდა. ბებიაჩემი ამას იმიტომ კი არ აკეთებდა რომ სამსახურებს ვერ შეულებდა. ძალიან კარგი სამსახურები ჰქონდა, ძალიან ჭირი ქალი იყო და ყველგან სიამოვნებით იღებდნენ. მაგრამ არ მოწონდა ამ სახელმწიფო უწყებებში, ატელიეებში და იმაში მუშაობა, იმიტომ რომ იპარავდა ხალხი ყველაფერს. რაც სახელმწიფო იყო, არავისი არ იყო და ყველას მოსაპარი იყო და კორუფცია დუღდა. და ანუ ბავშვობაშივე დავინახე ეს რომ ბებიაჩემი რომელიც თავის ინიციატივით დილიდან საღამომდე შრომობს და ფულს შოულობს, ბევრ ფულს შოულობს. ოღონ თავისი შრომით შოულობს და იმ დამსახურებით რომ ამდენი კმაყოფილი კლიენტი ყავს და წყვეტა მაგასთან მოხვედრაზე, ხო? იყო კრიმინალი და ადამიანი რომელიც მუშაობს რაღაც სახელმწიფო ატელიეში და მთელ ამ ფართლეულს იპარავს და დახქვეშ ყიდის და სპეკულანტობაშია გაჩაღებული ის იყო ანუ თუ არ დაგეცემოდა თავზე ობეხესი თუ რაც ერქვა იყო ჩვეულებრივი მიღებული ადამიანი და ეს მოყვება ეხა გასაგებია რომ ესე აღარ არის ეს გიჟე რო გადაშენდა და დიდი მადლობა ოღონდ ფასეულობები ხო ეგრე სწრაფად არ იცვლება როგორც სახელმწიფოები იმდენ. უხაროდ გადმოყვა ეს ფორმები გადმოყვა. ხო და ამას შენ ჭირდება სისტემური რეფორმები, ხო და ეხლა მე ოპტიმისტურად იცი რა მაქცევს. ეხლა პოლიტიკაში კი ოფიციალურად ესე პარტიულ პოლიტიკაში 20-23 წლიდან ვარ, მაგრამ პოლიტიკა მაინტერესებს აი მაგ დროიდან რომ აღმოვაჩინე რომ ბებიაჩემი კრიმინალია და მიკი მაუსი აკრძალული მაქვს, ხო? ანუ ცვლილება რა არის პოლიტიკა, ცვლილება, გარემოს ცვლილება, შენ გარშემო რაღაცების ცვლილება, რაც უსამართლოდ მიგაჩნია, ან რისი გაუმჯობესებაც გინდა, ხო? და ეხლა ამდენი ხანი მაინტერესებს და 90-იანი წლების ბოლოსაც ამერიკულ ორგანიზაციებში მუშაობდი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში და მე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის პროექტში ანტიკორუფციულში. და მაშინ ასე შევარდნაძე პერიოდულად ხო აღმართავდა ხოლმე ამ რაღაცა კომისიებს ან რაღაც უწყებებს, რომელსაც კორუფციასთან უნდა ებრძოლა, საშინელება ხდებოდა, არ ვიცი თქვენ რამდენი წლის ხართ, მაგრამ ნუ მე ესე მიმიგდია ხოლმე ხუთლარიანი იმისთვის, გაიშნიკისთვის, რომ აჰა შენ და თავი გამანებე რა, ანუ სრული უპატივცემულობა, იმისი, ანუ არ არსებობს, სახელმწიფო არ არსებობს, ყველაფერი ჩამოქცეულია და რომ ანუ და მე რაღაც პერიოდი მე შუაში ეეშიც მუშაობდი და ენერგეტიკაში კორუფციას უყურებდი ხო ეს მაიკლ სკოული ეს რო გაიყიდა თელასი რო გაიყიდა ცოტა ხანი 6 თვე იქ ვიმუშავე და სკოლის უყურებდი რაც ხდებოდა და ენერგეტიკაში კორუფცია ჯოჯოხეთი ანუ ეს ყველაფერი რო ჭამდა იმას რა ქვია ყველაფერს საერთოდ ცხოვრების ხარისხს და მაშინ რომ მივდიოდით აი ამ რაღაც ანტიკორუფციულ ბიუროებში ბევრი ახალგაზრდით ესე სავიტრინე და რაღაც და ამერიკელები მოვიდნენ ხო ანუ უფრო ეს იყო და ლაპარაკობდით რეფორმებზე ჩაგილაპარაკებდნენ გვერდზე რომ კაი რა ანუ კორუფცია ენდემურია ხო ქართველი ხალხისთვის ეს ბუნებრივია რომ ქართველი ხალხი ასეთია და გაგვანებეთ რა თავი აი ეს ვართ ქართველები რომ ეგეთი პოლიცია უნდა ყავდეს რომ ხუთლარიანი ანუ ხა გასაგებია რომ ამ დეტალებში არ შევდიოდით მაგრამ მაგას გეუბნებოდნენ და მე დავინახეთ როგორი აღმოჩნდა ხო ქართული ხალხი რომ მოხდა ვარდების რევოლუცია და ისეთი რეფორმები სისტემური ხალხი ხო არ გამოიცვალა ხალხი ხო იგივე იყო რეაბილიტაცია შეგვიძლია სინამდვილეში სისტემა შეიცვალა და როცა სწორი სისტემა გაჩნდა რომელიც არ ახალისებს ქთამს რომელიც ჯის და როცა გაჩნდა ვთქვათ ამისი დასჯის მექანიზმით და რეალური ნება გაჩნდა პოლიტიკური ნება კორუფციის მოგვარების ხო და სისტემური საფუძველი შეიქმნა ხალხმა დაიწყო ისე მოქცევა როგორც სისტემამ უკარნახა
იმიტომ რომ ადამიანი თვითგადარჩენაზეა, ხო, ორიენტირებული. ეხლა თუ სხვანაირად ვერ ვიღებ მართვის მოწმობას და მართვა მჭირდება, მოგვნახავ რაღაც გზას და გადავიხდი $100 თუ $100 იყიდება და ვიყიდი. ანუ გზას მოვნახავ იმისას, რომ დავიკმაყოფილო და რა სისტემით ვიზავ ამას, უკვე სახელმწიფოზეა დამოკიდებული, რამდენად დემოკრატიულია ეს სახელმწიფო, რამდენად რესპუბლიკაა ეს სახელმწიფო, რამდენად არსებობს აქ სასამართლო, რამდენად არსებობს აქ კანონის უზენაესობა, რამდენად არსებობს აქ თვითმმართველობა, რამდენად ეკუთვნის ადგილებზე ხალხს თავისი თავი. ეს იმასთან არის კავშირში, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი თავის ბედნიერების უზრუნველყოფა, ხო? ეს არის ბედნიერების კესწრაფვა და ყველა მიმართულებით. ანუ ეგ უფლება მე თუ წამართვი, მაშინ მე ვერ ვიქნები ისეთი ბედნიერი, როგორიც მე მსურს. გესმით? ანუ ხო. და ეს ავტომატურად შენ დემოტივაციას გიკეთებს, ანუ შენ თუ გინდა რომ ყველა ადამიანი არის, როგორ თქვა, ერთგვარი ძვირფასეულობა ქვეყნისთვის. ანუ ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის პოტენციურად დოვლათის შემქმნელი, ხო? რომელმაც უნდა ქვეყანა გააძლიეროს, ანუ ყველა ადამიანს ამ ქვეყნის არსებობაში და წარმატებაში რაღაც ფუნქცია აკისრია. შენ როგორც თქვათ, სახელმწიფო პოლიტიკის შემოქმედს, ანუ ამ შემთხვევაში პოლიტიკოს, რომელსაც გაქვს, უნდა შეგეძლოს, რომ ისეთი სისტემა შექმნა, სადაც ამ ადამიანების პოტენციალს, ბუნებრივ სურვილს, რომ უკეთესად იყვნენ, უფრო მეტი ქონდეთ, უკეთესად ასწავლონ თავის შვილებს, ხო? ანუ ის, რაც მათთვის ბუნებრივია, ყველა ადამიანს უნდა და გამონაკლისები წესადასტურებენ, რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი. როგორ გამოუვა, რანაირად გამოუვა, ეგ ცალკე თემაა და სწორედ ეს უნდა იყოს ხელისუფალის ამოცანა, რომ ისეთი სისტემა შექმნას, რომ ადამიანს თავისი რესურსის გამოყენება საუკეთესოდ შეეძლოს. და ამისთვის არსებობდეს შესაბამისი რგოლები. ანუ ხელისუფლებაც მოწყობილი უნდა იყოს ესე. ანუ გამგებელმა იქ ადგილზე სოფელში იქნება ეს თუ რა ვიცი მე ადგილობრივმა ხელისუფალმა უნდა იცოდეს რომ ის არის ანგარიშვალდებული იმ ხალხის წინაშე რომელმაც მას ხმა მიცა და არა პარტიის წინაშე. ანუ რომ პარტიაში ის უნდა მივიდეს ამ ხალხის მხარდაჭერით. ამას ნიშნავს პარტიების ქვემოდან ზემოთ მოწყობა, სახელმწიფოს ქვემოდან ზემოთ მოწყობა, ხო? ანუ რომ შენ გქონდეს ამ კუთხით კვაზი რეალობა გვაქვს ჩვენ თამარ ნახე და ეს რაში გამიხდება ხა იქ ცენტრიდან არ ვიცი ეს როგორ ჩანს მაგრამ აი რეგიონალური გადმოსახედიდან შემიძლია ეს გითხრათ და ეს არ არის მხოლოდ ჩემი განცდა ანუ ჩვენთან ხელისუფალი ლეგიტიმირებულია ცენტრის მიერ და არა ხალხის მიერ გესმით ანუ ჩვენთან ხელისუფალი არის მთავრობა ცენტრული და არა ხალხო ცენტრული ამ გაგებით და ის ნაკლებ ვალდებულებას განიცდის აიღოს პასუხისმგებლობა ხალხის მიმართ ანუ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ რა და ეს არის აქ ტრაგედია როცა ხელისუფალი ვერაცნობიერებს შენ პასუხისმგებლობას ხალხის მიმართ და შენთვის თავარი და ამოსავალი წერტილი ასიამოვნო ცენტრს იმიტომ რომ ასია სისტემა მოწყობილი იმისი აი მაგ ხელისუფალის დარჩენა ხელისუფლებაში მაგ ხელისუფალის კეთილდღეობა მაგ ხელისუფალის თქვათ დაცულობა იმისგან რომ ბიზინა უცებ არ დამოკიდებული არის ყველაფერი ცენტრზე ანუ თქვენზე ანუ ხალხზე არ არის დამოკიდებული ხალხის ხმებს ნაწილს არჩევნებამდე იყიდის ანუ ესე ხედავს ხალხს ხედავს ფარად რომელმაც მას მხარი უნდა დაუჭიროს იმიტომ რომ ის ცენტრს განასახიერებს ხვდები რას ვიძახი ანუ ამოყირავებულია ანუ ის აიძულებს ხალხს მხარდაჭერას იმიტომ რომ ის ცენტრს განასახიერებს და შეუძლია ცენტრს რაღაც გამოსტყუოს ის არის დღეს სტატუსკო იმიტომ რომ რეალურად ჩვენ რო შევხედოთ ხო აი ახლა რაღაცა ფასებზე ლაპარაკობენ და მედიანური ხარჯი თითოეული ქართველის არის 540 ლარი ანუ რა სადამდე უნდა ჩამოიყვანონ იმითი რა ქვია სუსის თოფებით ფასები რომ აი ამ ხარჯის გამწევი მოსახლეობისთვის საშუალოდ იყოს იაფი რამე ანუ ხვდებით რა ღარიბი არის მოსახლეობა და ეს სიღარიბე არის სისტემური ეს სიღარიბე ზუსტად იმითია გამოწვეული რომ შენ მანდ ფოთში დამოკიდებული ხარ ადამიანზე, რომელიც დამოკიდებული არის ადამიანზე აქ იმაში, რა ქვია, საქართველოში, ანუ აქ თბილისში, რომელიც დამოკიდებული არის კიდევ ვიღაც ადამიანზე რკინის სასახლეში. აბა. და ამ ერთ ადამიანამდე მიდის. მოგენელი ხარ.
და შენი ცხოვრების ფასი უფასურდება, სიცოცხლეს ფასი არ ადევს მეთქი. იმიტომ რომ შენზე არაფერი არაა დამოკიდებული. ანუ შენ უბრალოდ განგიხილავს ფარან, რომელიც საარჩევნოდ უნდა წაიყვანოს, არჩევნებზე ხმა მიაცემინოს, იმიტომ რომ ალტერნატივა მაინც არ არის, ხო? იმ ალტერნატივას ანადგურებს ილუზია იქმნება. თამარ, ილუზია იქმნება იმისა, თითქოს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს არა და მეორე მხრივ ეს პროცესი ემსახურება იმას, რომ ვიღაცამ ძალაუფლება უზრუნველყოს ხელში მხოლოდ. ხო, ანუ ეგ ხო, დაგიდებენ აი რომ ჩამოვედი, ეხლა რომ ვიყავი ფოთში დაგებული, ნახე რომ გზები დაგებულია რა. მაგრამ ეგ გზები ხო ვიცით რომ ჩავარდება ძალიან მალე, იმიტომ რომ დრენაჟი არ გაკეთებულა, დრენაჟი გაკეთდა? მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანი ამბავს შეეხეთ, ახლა მე არ ვიცი თქვენთვის ცნობილია თუ არა და ზოგადად მე არ ვიცი თბილისის შესაძლოა, არ ცნობილი, მაგრამ ფოთში სამგზის ჩავარდა საკანალიზაციო პროექტი, რომელიც საერთაშორისო ტენდერის პასუხისმგებლობა იყო და რომელიც გამოაცხადა ცენტრმა თავის დროს, ხო და ამასთან დაკავშირებით მონიტორინგის უფლება და საშუალება არ ქონდა ფოთში არავის, არც ხელისუფალს, არც მოსახლეობას, ხო და ეგ გზები გადააგეს და არავინ არ შეიმჩნია ის ამბავი, რომ ფოთში კანალიზაცია სამგზის ჩავარდა და 10 კაცმა არ იცის ფოთში, ანუ ამ განვითარებულ ასეთ მოწყობილ, ასეთ სისტემურ ქალაქში 10 როდის იქნება კანალიზაცია, ხო და ჩვენ საუბრობთ 21 საუკუნეზე, ხო, სადაც ესეთი წყალარინების პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ხო და კაცმა არ იცის მომავალში იმ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე და იმ ასე ვთქვათ, იმ პოლიტიკური ცენტრალიზაციიდან გამომდინარე რაც ხდება, იმ სისტემიდან გამომდინარე, აი როგორც თქვენ ამბობთ, ხო? კაცმა არ იცის ეს პროექტი როდის განახლდება. და რეალურად სამგზის არის ჩავარდნილი დაახლოებით მილიარდ ლარამდეა აქ ფული ჩასხმული, ხო, ასე ვთქვათ და ის რო გააკეთეს სანაპირო რო გააკეთეს მეორე მხრივ, ხო, ის კუნძულის უბნის, ახლა მე გეტყვით, ხო, კუნძულის უბნის სანაპირო, ხო, სადაც სამუშაოების შესრულებულია ზედაპირულად და ზღვაში შესასრულებელი სამუშაოების მთავარი ნაწილი გამოტოვებულია, ანუ ნაპირს ამაგრებს გასახდელები დგას რაღაცა ხმელეთიდან. ანუ ეგ ხო, ეს არის ერთი მალთაყვის და მეორე კუნძულის უბნის. არც ერთი და არც მეორე ამ წუთას ასე ვთქვათ ფუნქციური არ არის, ხო, მიმზიდველი არ არის ტურისტისთვის, ხო? თქვენ არა, ფული ხო დაიხარჯა ოღონდ. თქვენ უზარმაზარით ან არაერთი პროექტი, არაერთი ტენდერი, არაერთი ფინანსი, თუმცა საბოლოო ჯამში შედეგი არ არსებობს. შედეგი რომ არ არსებობს, ეს გასაგებია, მაგრამ პასუხისმგებელი პირი არ არსებობს. ვერ მოიკითხავ ხო ვერსად. აქ მიხვალ ხელისუფლებას, ადგილობრივ ხელისუფლებას ეტყვი და ის კი პასუხობს, ხო, მე რაშუაში ვარ, იქ მიხვალ და ისინი გეტყვიან, ეგერ ადგილობრივი ხელისუფლება ყავს და მას მოკითხე და საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი პირი არ არსებობს და ეს რომ არ არსებობს პასუხისმგებელი პირი, ეს არის სისტემის პრობლემა. ცხადია. ზუსტად ამის და ამისი მოგვარება არის ერთი მხრივ თვითმმართველობის მოგვარება, რომ შენ ამოაყირავო პროცესი და პირიქით შეუტრიალო თავები, ანუ პირიქით გამოვიდეს. ის კი არა რომ წვერში ვიღაცა დგას, რომელიც იქ რკინის სასახლიდან რაღაცა მისი გუნება განწყობების მიხედვით, მერე უკვე მუშაობს ცენტრალური მთავრობა, იქ თქვათ რაღაცა დიდი ქალაქების მთავრობა, ჩადიხარ იქ რაღაცა რაიონების მთავრობა, სოფლების გამგებლები და ყველას აქ თავი ატრიალებული ზევი და წინ იქ მეზობელს რომ რაღაც უჭირს, იქით ვერ იხურება, იმიტომ რომ სისტემაც არ უშვებს, სისტემა არის ისე მოწყობილი, რომ იმას თავი ზემოთ უნდა კონდეს ამაგრებული. იქ აქ თავი ატრიალებული და აი ეს თავები უნდა მოვატრიალოთ ჩვენ სისტემურად. ისეთი თვითმმართველობის რეფორმა უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანებს, ვისაც თქვენ აირჩევთ და ვინცაც აგვირჩევთ, ხო, საშუალება ქონდეთ, რომ და მათ მოეთხოვებოდეთ, რომ საზოგადოების ნდობაზე იდგნენ, საზოგადოებაზე მუშაობდნენ და მათი საზოგადოების მანდატზე იყოს მათ დამოკიდებული მათი კეთილდღეობა და არა ცენტრის იმაზე კეთილგანწყობაზე. სხვანაირად ვერ ანუ თუ სისტემურად არ გადაიტვირთა ეს ქვეყანა, არ გაკეთდა თავისუფალი სასამართლო და არ მოხდა ქვეყნის დეცენტრალიზაცია და ფედერალიზმზე როცა ვსაუბრობ, წარმოუდგენიათ ხოლმე სულ რაღაც ტერიტორიულ დაყოფად და ტერიტორიულ დაყოფაზე არ არის, აი ფედერალიზმზე როცა ვსაუბრობ არსზე მე, ანუ რომ შენ ძალაუფლება დაყოფილი გაქვს ვერტიკალურადაც და ჰორიზონტალურადაც შინაარსობრივად ისეთ ნაწილებად,
რომ პირიქით მთლიანობას ინარჩუნებ, ანუ შენ აძლევ შესაძლებლობას ყველა შენი სხეულის ყველა ნაწილს რო საკუთარ თავთან ჰარმონიულად განვითარდეს და ამავდროულად იყოს ერთი დიდი სხეულის ნაწილი, რომელიც აწარმოებს ერთიან საგარეო პოლიტიკას, აქვს ერთიანი სასამართლო სისტემა, აქვს ერთიანი კონსტიტუცია, აქვს ერთიანი დაზვერვა, ანუ აქვს ისეთი ის რა ქვია, როგორც სახელმწიფო ახორციელებს ფედერალურ მას, მაგრამ შემდეგ უკვე სხვა საკითხები სოციალური იქნება თუ ეკონომიკური სამხარეო დონეზე, იქ რაღაცა ადგილობრივი ინფრასტრუქტურული საერთოდ ადგილობრივ დონეზე, ხო? რაღაც იმას უყურებდი. მთის ამბებს ქონდა ერთ-ერთი ინტერვიუ და გამიხარდება ხოლმე, როცა რასიც მჯერა სწორი მოწყობა, რაც მგონია. იმას აღმოვაჩენ ხოლმე, სრულად რო არ ვიცნობ ისეთ ადამიანში, რომელიც სადღაც წყაროს თავთან ზის და ამაზე მსჯელობს თავის სოფელში, რომ რატო უნდა ჩამოდიოდ გორი, რატო უნდა მიწყვეტდეს აქ რაღაცა წყალგაყვანილობის საკითხსო, ხო? იქ რაღაც ანუ რომელიღაცა სოფლის მკვიდრი იძახდა და მაგაშია, ხო? იმიტომ რომ შენ თუ იქ ადგილზე დამოუკიდებლობა არ მიეცი ამ ადამიანებს, მე აი ამ პატარ-პატარა დამოუკიდებლობის, ანუ ლოკალური დამოუკიდებლობების ჯამი გაძლევს შენ იმას, რაც ქვეყანას ტემპს აკრეფინებს და წინ კაჩავს და დოვლათს აგროვებინებს, ხო? და ამას გარდა საქართველოს გამოცდილება არსებობს. ასეთი გამოცდილება არსებობს სოფლიოში, ჩვენ არ ვიგონებთ რაღაც ახალ სისტემას, ხო? ეს დეცენტრალიზაციის სისტემა ბუნებრივი სისტემაა, სადაც ბუნებრივად ვითარდება საზოგადოებები, ხო? ანუ ადგილობრივი საზოგადოების განვითარება ეფუძნება შესაძლებლობას მისი ნიჭებისა და უნარებისა. ცხადია და ამის გარდა ეს ევროპული ცივილიზებული აქ არის რომ აი სეპარატიზმი დაიწყება, სეპარატიზმის საფრთხე არგუმენტია სხვათა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ ხო და ძალიან ის არის საგულისხმოა, რომ ეს ხო სულ საბჭოთა დროს დათესილი შიშებია, თორე ხა ილია ჭავჭავაძეს თუ წაიკითხავთ და ნიკო ნიკოლაძეს წაიკითხავთ, პირიქით თვითმმართველობა ადუღაბებს ერს, ანუ ძლიერი თვითმმართველობა, იმიტომ რომ შენ თუ თავს გრძნობ, რომ ვიღაცა უცხოელი თავზე გაზის და გმართავს, თუნდაც თბილისიდან ჩამოსული. აი სულ მქონდა ხოლმე, აი ბორჯომში რო ჩავდიოდი დასასვენებლად, ბათუმში რო ჩავდიოდი, ადგილობრივებსა და თბილისელებს შორის ეს რაღაცა დაძაბულობა სულ არსებობდა რა, რომ აი თბილისელი სირისტიანები ჩამოვიდნენ, რაღაცა ისეს, ანუ შენ თუ დაჩაგრულად გრძნობ თავს, რომ ვიღაცა თბილისელი თავზე გაზის, უფრო ცდილობ თავის გათავისუფლებას, ვიდრე როცა შენ თვითონ ხარ შენი თავის ბატონ პატრონი და რაც შენ გეხება იმ მუნიციპალურ საკითხებს, შენ თვითონ წყვეტ. არავინ არ გერევა, მშვიდად ხარ. ეს სახელმწიფო შენ უფლებებს იცავს ფედერალურ დონეზე. შენი უფლება დაირღვევა, სასამართლოში წახვალ დაიცავ. საგარეო პოლიტიკური არჩევანი რო დაცული იქნება, ამაზეც ცენტრალური ხელისუფლება იზრუნებს. მაგრამ წყალს ვინ უკეთესად გაგიყვან ამ სამას შენ გადაწყვეტ არჩევნებში. და იქ რაღაცა სკოლას ააშენებ თუ იმას რა ქვია, სათამაშო მოედანს შენ გადაწყვეტ საჭიროების მიხედვით. ეგება 10 წელი კიდე ძლებს ეს სკოლა და ეხა რა ქვია, სეპარატიზმი რატოა მცდარი არგუმენტი, აი რატოა დემაგოგია ეს აგვიხსენეთ. აი თითქოს სეპარატიზმის შიშროებას რომ მიაკერებენ, იმიტომ რომ ფედერალური მთავრობა, ანუ საგარეო შენ ხო უფლებები ხო განსაზღვრული, ანუ მუნიციპალური უფლებები ხო ვერ გადაიქცევა იმად რა ქვია სახელმწიფო უფლებებას. ხო, მაშინ ეგრე ნებისმიერი შეგიძლია უბანი შეგიძლია აგიხირდეს ესე და თქვას რომ მე სეპარატიზმი გამომეყოფი ხა შენ ხო მითია სრულად, ანუ შენ თუ ძლიერი ფედერალური მთავრობა გაქვს, ამ ადამიანების უფლებები შენთან დაცულია, ეკონომიკური კეთილდღეობის იმისისა გაქვს, რა ქვია, თუნდაც ისეთ რეგიონებში, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით არის და რა უფრო კარგად იმუშავებს, როდესაც შენ იმას აძლევ შესაძლებლობას თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედი და ის კი არა, რა ქვია, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია კი არა, ეს არ არის მისი გადასაწყვეტი. ეს ფედერალურ დონეზე რჩება, ხო ისევ? მან გადაწყვიტოს ის, რაც მას ეხება, რატო გამოიწვევს ეს იმას, რა ქვია, სეპარატიზმს? იმას ხო არ ეუბნები, რომ ლოგიკურია, თუმცა პროპაგანდისტულია. პროპაგანდა მაგას აკეთებს, ხო, პროპაგანდა მაგას აკეთებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ილია ჭავჭავაძეს ესიც კი მოყავს, ბისმარკის მაგალითი, ალზასი და ლოტარინგია, რომ თვითმმართველობის გაძლიერებას თვლიდაო მათი შემომტკიცების არგუმენტად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, როდესაც უცხო მეფის ნაცვალი გაზის თავზე, იმის მიმართ აგრესია მეტია და გათავისუფლების ჟინი, ვიდრე ის რომ შენი თავი, როცა შენ თვითონ გეკუთვნის და შენ წყვეტ იმ საკითხებს, რაც შენგან აღვლებს.
ანუ ხალხის აფეთქებაც ხო რთულია ეგრე. იმ ადამიანს თუ აქვს განცდა, რომ მისი უფლებები დაცულია, თავისთავად თვითონ ეკუთვნის, რასაც გამოიმუშავებს ის რაღაცა ცენტრს კი არ მიაქვს, თვითონვე რჩება. მაგ დროს აი უცხო სახელმწიფო რო ტვინის არევას ცდილობს და ეთნიკური შუღლის გაჩაღებას, ხო ნაკლები საფუძველი ექნება რომ გააჩაღოს. აბსოლუტური ლოგიკურია ეს. ხადია და თუ შენ ძლიერი სახელმწიფო ხარ, საგარეო პოლიტიკური არჩევანი დაცული გაქვს, ქვეყნის უსაფრთხოება დაცული გაქვს, ევროკავშირის წევრი ხარ და ნატოს წევრი ხარ, ის რეგიონი რა გიჟი კი არა რომ გამოგეყოს. სხვათა შორის ნიკო ნიკოლაძე ჩანაფიქრიც ეს იყო ამ ქალაქთან დაკავშირებით. კი, და სხვა შორის ბევრი კი არ არის არაფერი. და ნიკო ნიკოლაძეს რაც მან გააკეთა, გაყვანილობა, კომუნიკაციები, გზები, იგივეა გასაკეთებელი, ოღონდ ახალ დონეზე რა, ანუ თანამედროვე დონეზეა გასაკეთებელი, თორე რამე ახალი მოსაფიქრებელი კი არ არის, აი ფოთში რა არის გასაკეთებელი. რაც ნიკო ნიკოლაძემ გააკეთა ის ოღონდ ამ დროის შესაბამისად რომ გააკეთო, ეგ არის, ანუ რეალურად სისტემას თუ შეცვლი მე უკვე იმ სისტემაში, როდესაც ანგარიშვალდებულება გაზრდილია ხალხთან და ასე შემდეგ, იცის მე უკვე რომ ასფალტს რო დააგებს და ჩავარდება ის ასფალტი, მეორედ რომ ანუ რადგან ხალხის ფულს ხარჯავს და ხალხი ეკითხება პასუხს, ეცოდინება რომ ის დრენაჟი ხო გასაკეთებ ვერ გაიშვერს ხელს ფილისისკენ, ხო? რა თქმა უნდა. ტენდერი არ მომცეს ამაზე. ტენდერი იქნება პასუხისმგებლიანი, ანუ მუდმივად აქ ის პრობლემაა, რომ ტენდერი სულ სადღაციდან მოდის, კაცმა არის საიდან და ვიღაცას ველოდოთ, რომ ხო, ანუ კაცმა არის ოღონდ ეს ვინ არის. მოაქვს ვიღაცას ეს ტენდერი, საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების უფლება ჩვენ არ გვაქვს, რაღაც დიდი ფინანსების მქონე ტენდერის ბიუჯეტის მქონე ტენდერის გამოცხადების უფლება ჩვენ არ გვაქვს და ვისაც აქვს ამის უფლება, ის აცხადებს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სრულდება კრახით. ანუ ფოთში ვერ ჩამოთვლით ვერცერთ პროექტს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელიც განხორციელდა ტენდერის პირობების შესაბამისად. აი, ვერცერთ პროექტს ვერ ჩამოთვლით და ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რა პროექტებზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ ერთ-ერთი კიდევ უფრო შესანიშნავი მაგალითია ფოთის თეატრი, ხო? რომელიც თქვა ყბადაღებული თემაა და მუდმივად განხილვისაგანია. კი, ჩემ დროსაც რემონტი იყო მან. რაღაც ეხა გაურკვეველი მდგომარეობაა, ხო? მე მგონი ეს შენობა როგორც შენობა არც ეკუთვნის ფოთს. ანუ თბილისის ბალანსია. ხო. კულტურის სამსახურის ბალანსია თუ არ ვცდები და კულტურის სამინისტროსია. ხო, და აქედან გამომდინარე ფერ ხდება მისი მოკლედ რეაბილიტაცია თუ რა ვიცი, აღშენებლობა ასშემდეგ. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ძალიან მძიმეა რა. კი, ნამდვილად და ასე გაგრძელდება. ცენტრალიზებული ვართ. მხოლოდ იმიტომ რომ ცენტრალიზებული ვართ, ხო? ასე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლებაში არ მოვა ძალა, რომელსაც ექნება პოლიტიკური ნება დეცენტრალიზაციის. და ეხლა ამ შემთხვევაში აქ ისიც არის, რა ქვია, არ არის იოლი ხელისუფლებისთვის, ცენტრალური ხელისუფლებისთვის ამ სადავეების ხელიდან დათმობა. მე მახსოვს, ანუ წინა ხელისუფლების დროსაც, რომელსაც თქვა გაცილებით უფრო მეტ რამეში ვეთანხმებოდი და თქვა ვიზიარებდი მათ პოზიციას, ხო? მაშინ ევროპის საბჭოში ვიყავი და ეს ჩემი მეგობრები რო ჩამოდიოდნენ თქვა ამ დეცენტრალიზაციის რეფორმის ლობირებისთვის, მაშინ ხვდებოდა ეს არგუმენტები, რომ იცი რა არის კორუფციას ვერ გავაკონტროლებთ, იცი რა არის, ანუ კონტროლის დაკარგვა ზოგადად ყველას უჭირს, მაგრამ აი ესე პირდაპირ უნდა პირველას დღეში გასაკეთებელ რეფორმებში უნდა ჩაიწეროს და ეგრევე აი როგორც ლეიკოპლასტირს იძრობ, ისე უნდა აიძრო. თორემ მე ყველას როდესაც ძალაუფლება ტკბილდება და მისი დაკარგვის საფრთხე იქმნება, ხო? მე ეს კონტროლის სურვილი განსაკუთრებით ცხოველდება. ამიტომ თვითმმართველობის რეფორმა და სასამართლო რეფორმა არის ის ორი რეფორმა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიდოს და რეჟიმის შეცვლისთანავე ჩატარდეს, იმიტომ რომ აქ დევს გასაღები ამ ქვეყნის განვითარების, ჩემი აზრით. ისე აქ ჩაგეკითხებით ბარემ ალიანსის ფარგლებში შეთანხმება თუა მინიმუმ. იცი რა, დავიწყეთ ამაზე საუბარი, მაგრამ გამომდინარე იქიდან რა საქმესაც ზაფხულში ვუსახავთ ჩვენ თავს, ხო? მგონია რომ ამაზე საუბარს დავაჩქარებთ და ზაფხულისთვის რაღაც შეთანხმებული გეგმა გვექნება და ეხლა იმის გამო რომ ეს არ არის საარჩევნო ალიანსი, რაღაც იმას, რასაც პირველ 100 დღეში გავაკეთებთ, მე მგონი რომ ამას შევათანხმებთ ერთმანეთში და ეხლა ამის იქით კიდევ ვიღაცას რა უფრო გამბედავი გეგმები გვაქვს, ამას უკვე მე ჩვენი მანდატით მე რატომ გეუბნებით, იცი, რეგიონების ყურადღება რომ მიიქციოთ, რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა უთხრათ რა ადამიანებს, ანუ მე უნდა გამაგებინოთ. ჩემი აზრით ამაზე მნიშვნელოვანს და ჩემი დაკვირვებით რომ თავისი თავი ამ ხალხს თვითონ უნდა იკუთვნოდეს, ვერაფერს ვერ ვეტყვით. ვერაფერს ვერ ვეტყვით, იმიტომ რომ რასაც არ უნდა დავპირდეთ, პენსიის გაზდა იქნება ეს თუ არ ვიცი მე, სუბსიდიის გაზდა, მთავრობა კიდევ ორი იმდენს დაპირდება.
და ეს არ გამოიყვანს მათ სისტემური სიღარიბიდან. სისტემური სიღარიბიდან მათ შორის სოფელში მაცხოვრებელ მოსახლეობას გამოიყვანს ფოთისნაირი ქალაქების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა და ემიგრაციას გააჩერებს ფოთისნაირი ქალაქების თვითმმართველობა, ანუ თვითმმართველობის განვითარება და ისეთი სამუშაო ადგილების, რომელიც სოფლის მეურნეობიდან გამოიყვანს ამ ხალხს. ეს ხალხი ხო სოფლის მეურნეობაშიც არ ცხოვრობს. ეს ხო არ არის სოფლის მეურნეობა. 1 ჰექტარი მიწა რო გაქვს და 2 ძროხა ყავს ან 3 და იმას წველი და ეს არის ნატურალური მეურნეობა. ნატურალურ მე ფოთში ხოფში და სენაკში რო ვიარე, ახალგაზრდა ხალხი ვნახე, ჩემ ხელა, მაშინ 45 წლის ვიყავი. ეხლა 51-ის ხვდები უკვე. რომლებიც ოცნებობდნენ პენსიონერები გამხდარიყვნენ. იმიტომ რომ შემოსავალი ერთადერთი, ანუ ყველაზე მდიდარი ოჯახში, ბევრ ოჯახში, სადაც შევდიოდი, იყო პენსიონერი. იმიტომ რომ სრული პერსპექტივას უფევს. ან მიდიან უცხოეთში სამუშაოდ, ან მიდიან, ან იქცევთ და რატო კაცო ფოთი რო იყოს განვითარებული, ფოთში სასტუმროები იყოს, ფოთში რეალურად ანუ იმ ეკონომიკიდან რაღაცა რა შემოსავალსაც ფოთი აკეთებს, რასაც ფოთის სპორტი აკეთებს, იქიდან დიდი ნაწილი რო ფოთს რჩებოდეს, გასაგებია რომ ქვეყნის თავდაცვაც არსებობს და საგარეო პოლიტიკა არსებობს და ამასაც ჭირდება და ცენტრშიც რაღაც წამოვა, მაგრამ დიდი ნაწილი იქ რჩებოდეს. ეს ხალხი ხო სამუშაოს იქ გამონახავდა და რა ვიცი იქ თავისი ბოსლის ნაცვლად აუზს გააკეთებდა და საღამოს სოფელში დაბრუნდებოდა და აუზში იცურავებდა ნაცვლად იმისა რომ საქონელს დაელოდოს 2 ძროხას და რავი მე მეზობელს ეყოლებოდა სამაგიეროდ 100-200 და გახსნიდა მეცხოველების ფერმას. ხვდებით რას ვიძახი რომ შეუძლებელი არის ჩვენი მიწის პატრონი ქვეყანამ 40% სოფლად მცხოვრები არჩინოს. ყველა იქნება ღარიბი, სულ მიწა არ ეყოფა. ხვდებით რას ვიძახი? ეს ხალხი უნდა გამოთავისუფლდეს აქედან. სოფლიდან სადმე კი არ უნდა წავიდეს, კაცო, რად უნდა ეხა სენაკელს ფოთში სამუშაოდ სენაკიდან სადმე წასვლა. იცხოვრებს იმ თავის ლამაზ სოფელში, ივლის იქიდან ელექტრიჩქით სამსახურში. თუ სატრანსპორტო სისტემას აწყობ და განავითარებს. ზუგდიდი თუ განვითარდება, ფოთი თუ განვითარდება. ხვდები რას ვიძახი, რომ შემცირდება პატარ-პატარა ცენტრები და მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის ისე განვითარება, რომ სოფელში მაცხოვრებელი ხალხი ჩაჯდეს მატარებელში, წამოვიდეს ქალაქში სამსახურში, დაბრუნდეს საღამოს. ესე დაიჭერ სოფელში ხალხს. სოფლის მეურნეობაში ფულის ჩასწრით კი ვერ დაიჭერ. მასე შეიძლება მოხუცებული დაიჭირო, იმიტომ რომ რაღაც დამატებითი შემოსავალი შეძდის კიდე და კარგია, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანი ხო ყველა შემთხვევაში წავა, თუ იმას განვითარების შესაძლებლობა არ აქვს და ვის არ უნდა რომ თავის სოფლის სახლში სუფთა ჰაერზე იცხოვროს, კაი ჭამოს, კაი სვას, კარგ სამსახურში იაროს ქალაქში და საღამოს რო დაბრუნდება, კიდევ ერთხელ გადავეკიდე ამ აუზს, მაგრამ ხო, იმის რა ქვია, ბოსლის მაგივრად კონდეს აუზი და ცურავდეს შიგნით იქ, საღამოს განტვირთდეს. ცხოვრება კონდეს და რატომაც არა? ხო და ვინ წამოვა სოფლიდან? გლეხურცნობიერებასთან არის დაკავშირებული სოფლის მაცხოვრებელი და რაც იდეურად არის მცდარი. გლეხი კი არა მდიდარი და კომფორტულად მაცხოვრებელი ადამიანი უნდა იყოს იქ. მიუხედავად იმისა, რა გეოგრაფიაში ცხოვრობს. ცხადია და ამისი შესაძლებლობა არსებობს. უბრალოდ ათვისებული არ არის პოტენციალი და ვერც მოხდება ამ პოტენციალის ათვისება, თუ სისტემურად არ შეიცვალა ეს ქვეყანა და სისტემურად ივანიშვილის პირობებში ვერ შეიცვლება. იმიტომ რომ ის თვისებრივად არის აგებული ერთი კაცის ნებაზე. მთელი სახელმწიფო სისტემა ერთი კაცის სამსახურში დგას. და ეს თუ არა მოტრიალდა. პოლიტიკა მიმდინარეობს თავს ქვეყანაში. ხო, ოღონდ კიდევ ერთხელ ანუ ჩვენ არ უნდა ვცადოთ ამისი ჩანაცვლება იგივე ტიპის რაღაცა ერთ პერსონაზე აგებული რაღაც სისტემით. ჩვენ უნდა მოვიდეთ და ამ ქვეყანას თქვათ ვაღირსოთ რეალური დეცენტრალიზაცია და რეალური სასამართლო რეფორმა. რომ ადამიანებმა შვიდათ ამოისუნთქონ, მშვებით ამოისუნთქონ, რომ საკუთარ სიმართლეს დაიცავენ ისე, რომ არ დასჭირდეთ დალაგება იქ რაღაცა ბიძინასთან იქნება, ეს ჩერგოსთან იქნება, მიშასთან თუ გრიშასთან. აი თქვენ სხვაგვარად ახლა იმას ამბობთ თამარ რომ ანუ სხვა შემთხვევაში ანუ ალტერნატიულ შემთხვევაში თქვენ ეს ხშირად გქონთ სხვა შორის ნათქვამი ხო როცა თვითმმართველობა ძლიერია ინსტიტუტი ძლიერია ერთი სუბიექტი ვინც არ უნდა იყოს რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს ვერ ახდენს გავლენას კონკრეტულ თვითმმართველობაზე ან კონკრეტულ ინსტიტუციაზე ინსტიტუცია გაკავებულია ხო ეგ არის ინსტიტუციურად გაკავებულია მარტივი მაგალითი ავიღოთ აი დონალდ ტრამპი მაგალითად ხო
და დიახ, გამოირჩევა ვთქვათ შოკის მომგვრელი განცხადებებით და ვთქვათ ვხედავთ ჩვენ რა იმასაც იწევს, ტალღებსაც იწევს, ხო? გეოპოლიტიკაში. მისი თითოეული განცხადება. ოღონდ საქმეზე რომ მიდგება ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს და მისი დეკრეტის შეჩერება ჰავაიზე რომელიღაცა რიგით მოსამართლეს შეუძლია. იმიტომ რომ გაწონასწორების ანუ სისტემა შტატებს მუშაობს. შეუძლია ეხა წინააღმდეგობა რო გაუწიოს შტატს. ამას გარდა შტატს აქვს ამის გასაგები. ისე შტატსაც შეუძლია. გარდა მაგისა, ისედაც მისი გადაწყვეტილების აღსრულებას შეიძლება ვეტო დაადოს მოსამართლემ და ამისთვის არის. ამას გარდა არჩევნები ისე ტარდება ქვეყანაში, რომ პრეზიდენტს რო აირჩევენ, 2 წელიწადში იმას საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები უწევს და საკანონმდებლო ორგანო შეეცვლება. არ ვიცით ჩვენ ეს არჩევნები ხო როგორ დასრულდება. სავარაუდოდ რაღაც ადგილებს დემოკრატები მოიგებენ ახლა და დემოკრატები დაიბრუნებენ სავარაუდოდ. კონგრესს შეიძლება სენატსაც არ ვიცი შევხედოთ ამ ყველაფერს, მაგრამ მე ამას იმიტომ აღწერო სისტემის მუშაობა ვანახო, რომ შენ ერთი ადამიანს, ანუ ყველა ადამიანი ღმერთმა შექმნა ნაკლოვან არსებებად. ნაკლოვანები ვართ საბოლოო ჯამში. ხო? და ამიტომ ადამიანები და გასაგებია დაარეგულიროს ინსტიტუციები ხო, და არა ანუ პირიქით. გასაგებია პიროვნებაზე და მის ღირსებებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე როგორი პიროვნება, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი არა, ვაკნინებ პიროვნების როლს, მაგრამ პიროვნებებზე ვერ იქნება დამოკიდებული ქართველი ერის კეთილდღეობა. სისტემა უნდა იცავდეს პიროვნული ნაკლებისგან ქართველ ხალხს. და ეს სისტემა შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ რესპუბლიკურ წესრიგში, მხოლოდ რესპუბლიკური სისტემა ესეთი, სადაც სასამართლო, საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება ერთმანეთს აბალანსებს, ეს ჰორიზონტალურად და ამას გარდა ეს ყველაფერი ბალანსდება ვერტიკალურადაც. შენ გაქვს მუნიციპალური პოლიცია, შენ გაქვს ფედერალური პოლიცია, შენ მუნიციპალიტეტის დონეზე გაქვს პროკურატურა, ასე შემდეგ, რომ შენ ყველაფერი ჩაიტანო ისეთ დონეზე, რა დონეზეც ადამიანს უშუალოდ ეხება, რომ მაქსიმალურად ჩართო ადამიანი თავისი ბედის გადაწყვეტაში, იმისთვის რომ მაქსიმალური სტიმული გაუჩინო იმის საიმისოდ, რომ დოლათი შექმნას და ქვეყანა გააძლიეროს. ანუ ყველა ადამიანის მაქსიმალურად ყველა ადამიანის რესურსი გამოიყენო. პარაზიტებად კი არ აქციო. თვის გადმოსახედიდან ძალიან იგრძნობა, ხო? როგორ განსაკუთრებით არჩევნების დროს ცენტრის ნება როგორ ხორციელდება თვითმმართველობაში და თვითმმართველობის ვიწრო სამსახურებშიც კი თითოეული თანამშრომელი გზნობს იქაურობის ძალას. იქაურობის გავლენას, ხო, იქაურობის ასე ვთქვათ დაშანტაჟების სურვილს, რომელიც რაღაცა ეს ცენტრალიზაციის ეს მავნებლური სისტემის შედეგად მაინც ხორციელდება და ჩვენ სახეზე არ გვაქვს ესე იგი არჩევნების თავარი პრინციპის განხორციელება, რაც არის თავისუფლება და რაც არის სამართლიანობა. ხო, ეს ორი პრინციპი ირღვევა, იმიტომ რომ ცენტრი ახდენს მავნებლურ ჰეგემონიას კონკრეტულ სუბიექტებზე მისგან შორს დაუშვათ ფოთის შემთხვევაში 350 კილომეტრის მოშორებით ვიღაცა შეუძლია საკუთარი ნება ძალადობრივი ინსტრუმენტებით განახორციელოს, ხო? ეს არის ტრაგედია. რა თქვენ? და ეს ხდება ისევ იმ ხალხის ხელშეწყობით, რომელიც თითქოს ფოთელებმა აირჩიეს, მაგრამ სინამდვილეში არ აურჩევიათ. უბრალოდ ცენტრმა აურჩია. ლეგიტიმაცია. ცენტრმა აურჩია. დიახ, ლეგიტიმაციას იქ აგრძნობენ, იმიტომ კისრულობენ ამას, იმიტომ იღებენ ამ პასუხისმგებლობას, ხო, იმიტომ ბედავენ ამას. იმიტომ რომ ცენტრში აქვთ ლეგიტიმაცია. მე მომეწონება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია იმას მოეწონოს, იმისთვის რომ მან შეინარჩუნოს სამსახური. კი, ესეა ნამდვილად. მაგრამ უნდა შევცვალოთ ახლა ეს ყველაფერი. ერთი რაც არის, ოპტიმისტურ ნოტაზე რომ დაგემშვიდობო, მაინც, იმიტომ რომ ალბათ ბოლოსკენ გავდივართ. ეს არის რომ თუ აი ამ რაღაცა უარყოფითი დადებითის დანახვა შევეცდებით, დადებით ისა რომ ეს ნიკოლაძის პროექტი, როგორც არის ფოთი დაპროექტებული, ხო, მზესავით ესე, პარიზივით ესე ზემოდა. ეს არ არის არეული და ეს გარკვეულწილად განაპირობა, რომ ეს გიჟური დეველოპმენტები და დეველოპერები თქვენთან ჯერჯერობით არ შემოჭრილან და ეგება ვისარგებლოთ და ავთენტურობის შენარჩუნებით სრულიად განსხვავებული ქალაქი გამოვიდეს, სადაც შენარჩუნებული იქნება ის, რაც ნიკოლაძემ ჩადო ფოთში. აი ამ ჩანაფრის განხორციელება მნიშვნელოვანია. სხვათა შორის აქვე უნდა ითქვას, რომ ამასთან ერთად, ხო, ფინანსებთან ერთად ფოთს დაუშვათ მისი მიწების 80 დაახლოებით ესე 70-80% აღარ ეკუთვნის. ესეც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია და მას თვითმმართველად განკარგვის უფლებამოსილება აღარ აქვს.
ეს მეორე მართლა ტრაგედია. ეს არის ეს უნდა მოვიკითხო. კი, თითქმის ასე, თითქმის ყველა ყველა. თვითმმართველობაში ასეა, ხო, ეკონომიკის ძირითადად ყველა მიწა, რომელიც თვითმმართველობა შედის ეკონომიკის სამინისტროში, ხო? ეკონომიკის ბანკზე, მან უნდა მოიკითხონ ნებართვა, მისი გასხვისება გინდა, მისი ხო, ძალიან დიდი რეფორმა არის. ეგეც ძალიან დიდი. უზარმაზარი ტრაგედია, რომელიც ხო და რანაირად შეიძლება რომ სეპარატიზმის საფრთხეს ეგ უფრო არ აღვივებდეს, როცა ჩემი მიწა გაქვს წართმეული. ნაცვლად იმისა რომ მეგანმა კარგინებდი ამ მიწას, ანუ პირიქით არ არის? სეპარატიზმი ხო ადამიანებს უნდებათ. და იმ ადამიანს ხო მეტად მოუნდება თუ რაღაცა წართმეული გაქვს და უფლებას არ ახორციელებინე. ხო, რა თქმა უნდა, ეს ორი რამ ძალიან პრობლემურია. მადლობთ, ქავატო. მადლობა თქვენ. რამე ხوار გინდათ რომ დაამატოთ, აი არაფერი მოკითხვას შეგუთვლიდი თქვენს აუდიტორიას და ამ ზაფხულში ვაპირებ რომ ჩამოვიდე და უფრო დიდხანს დავფუძნდე მან ერთი 10 დღე 2 კვირა მაინც რომ გარშემო ყველაფერს მივწუდე, იმიტომ რომ ეგეთი ზაფხული გვექნება ალიანსთან ფედერალისტებს. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. საინტერესო საუბრისთვის და ასევე დამემშვიდობები ჩემს მაყურებელს და მომავალ შეხვედრამდე.